ყველაზე მონატრებული წინანდების დროა და გულიკება როგორ ხართ? დღეს უნდა გამემზადოთ ერთად, იმიტომ რომ წინაზე რო გეთხრები ვიზბიქა დავიღეთ, მივხვდი რომ ძალიან მომენატრა ხო და რატო არ ვიღებ ხოლმე არ ვიცი. ნუ ალბათ იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზედმეტად მოსაბეზრებელი ცხოვრება მაქვს და დღეს როგორც იქნა გარეთ გავდივართ. უნივერსიტეტის, ჯიმის და დაქალის სახლის გარეთ გავდივართ როგორც იქნა. ამიტომ მოდით გამემზადოთ ერთად და ვნახოთ ჩემი მეგობრები და წავიდეთ არ გეტყვიცათ. მაგრამ გუშინ ვიყავი მოუსწრა რაღაცები ვიყიდე, ამიტომ დიდი ფიქრი არ მოგვიწევს რომ უნდა ჩავიცვათ. თავარია რომ ჩავიცვო მოგვეწონოს, ამიტომ ახლა გამოვიტან იმ რაღაცებს და ვნახოთ რამდენად კარგად ავარჩიო. დავიწყოთ შავით და ზემოთ. ბოლო პერიოდში ვწუწუნებდი რომ ღია ფერის შარვალი არ მქონდა და ყოველთვის მუქი ფერის შარვალები მეცდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეყიდა. არის ასეთი და ძალიან მომეწონა და ვფიქრობ რომ მომიხდა. და იმედი მაქვს ახლა რომ ჩავიცვო, ახლაც მომიხდება. ბოლოში ვიყავი რომ არც რაც იმას ნიშნავს რომ კატასტროფა ხდებოდა ყველგან, ანუ ფეხითაც კი საცობი იყო უბრალოდ რომ სადმე მისულიყავი. სახელმწიფოს და სალაროსთან რიგებზე საერთოდ ვისაუბრებ, ამიტომ ეს მაისური უბრალოდ დავინახე და აი ესე ავიღე და ვიყიდე და ვნახოთ ჩაცმულს და როგორ მომეწონება. ახლა ამორს ჩავიცვევ და ბოლოს განახებთ მოსაცმელს. მე მგონი 26 ზომა შარვალის აღარ მეტევა. არის თავად წელს მაქვს იდეალურად აი დიდიც რო არ მაქვს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მაგრამ ეგ ძალიან ცუდის ნიშანია. ანუ 26 ზომა შარვალს რო ყიდულობდი, ისე მქონდა ხოლმე რომ აი აქ ესე კარგად ადგილი რჩებოდა და ახლა ანუ არ ვარჯიშობდი, რამისამსაზე შალომებს ვიძახებდი და მაშინ ვიყავი კარკაზე და ანუ ეს რა არის ვერ უერთოდ ძალიან მომწონს და სხვა შორის ბავშვობიდან მგიჟდები ზოლები მაისურებზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველთვის ძალიან კარგად ვიხდენი ხოლმე. ახლა განახებთ მოსაცმელს. სანამ მოსაცმელს განახებთ, გეტყვით რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში მტკივა ჯირკვალი. წინაზე რამდენიმე დღის დამტკივდა, მაგრამ ეგრევე გამიარა და ბოლო 2 დღის განმავლობაში ძალიან შემაწუხებლად მტკივა და მე ხო იცით რომ ერთთან ვერასდროს ვერ მივახცე, ამიტომ გთხოვთ Google-ში რო ჩავწერო და გული გამისკდეს, მითხარით რატომ შეიძლება მტკიოდეს ჯირკვალი, თუ რაც არის, აი აქ, ზემოთ სადღაც, ძალიან მტკივა და თუ ვამთქნარებ, ხო აი საშინლად მტკივა, ვერც ვამთქნარებ და ძილს რო ვაპირებ ხოლმე ღამე, მაშინ მტკივდება ძალიან. და ვერ ვხვდები რატო ხდება ეს ყველაფერი. ესე სამთლიანი დაგენახებით მანამდე ფეხზე ჩავიცმევ Golden Goose-ებს, ალბათ სუთეთრებს, ახლა ვნახავ რომელი უფრო მოუხდება და მე დაგენახებით საბოლოოდ. მეგობრებო, მე ხომ ქროსტები მაქვს, რომელიც სამჯერ მეცვა მხოლოდ და მოდი ახლა ეს ჩავიცვათ, იმიტომ რომ ძალიან მოუხდება ამ ლუკს, აი ძალიან მოუხდება, უბრალოდ ოდნავ გასწმენდია. იმიტომ რომ მტვერი ადამს იმდანად ხელშეუხებელია. ახლა დავწყვიტე და ჩავიცვო. ქროსტები ჩემთვის არის ყველაზე რთულად შესაძლებელი ფეხსაცმელი და ჯერ არ ჩამიცვამს და უკვე ფუსლები და თითები მტკივა. საინტერესოა მას რა უნდა ვუყო. მოვიფიქრებ, მანამდე ქროსტებს გავწმინდა და მე საბოლოოდ დაგენახებით. ახლა გავიდეთ სხვა თაღში და დაგენახებით მთლიანად და თან ნახოთ დედაჩემის რეაქცია. აბა, ფეხზე ნახე ხდა? გავაგაით ცოტა იქ. ქროსტები ჩავიცვო მე ფუსლების მაჯური. ქროსტები? Golden Goose-ები ჯობია? ხო შეიძლება. Golden Goose-ები ან ისაა ფაითები. ის არ ხდება? მეგობრებო, Golden Goose-ები ჩავიცვათ და ახლა Golden Goose-ებს მოვწევდი და ვნახავ რომელი უფრო უხდება. სადაც და შენახული. ჰა? განაგებული რომ ასეც ვინაგების პალია მოსაძებნიო. ვიცი სადაც არის ერთი Golden Goose და მეორესაც ვიპოვე. აი მე. ვაიმე, ნეტა სად არის ჩემი Golden Goose-ები? მაქვს Golden Goose სამი ვარიანტი და პირველი არის ეს, რომელიც მგონია რომ ყველაზე ნაკლებად მოუხდება. მეორე არის ესენი ჭყვერლები, რომელიც არ ვიცი როგორ მოუხდება და მესამე არის სულსადები. ესეთები. საერთოდ ეს ყველაზე მეტად მოუხდება, ამიტომ ამას ჩავიცვა. მოკლედ გადავწყვეტ რომ საბოლოოდ ჩავიცვა ეს Golden Goose-ები სადამ. ახლა დაგენახებით და უნდა გავიქცე. საბოლოოდ გამოვიყურებთ ასე.
მას ასე ვიტოვებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა გავუკეთო და იყოს. მგონი შარვალი მიხდება და ძალიან ბედნიერი ვარ, საწავთ. დაგკოცეთ, დამიწერეთ ამაზე და დამიწერეთ როგორ მოგეწონათ ჩვენ დღევანდელი ლუკი. და მიკიკოსაც განახებთ სანამ წავალ. მიკიკოსაც განახებთ, იმიტომ რომ ცუდ ხაში აჭია. მიკი დღეს ხაშის ჭამაცადა და თაბედნიერი ამიტომ სურავს. სამაგეროდ უზომოდ გემრიელი ნივრის უნდა აქვს, წავედით.